მოგესალმებათ შინაურული საღდგომო განწყობით. დღეს მოგიტანეთ პასკას სრულიად განსხვავებული რეცეპტით, რომლის დროსაც ცომის მზადების სულ პატარა ნიუანსი ამ პასკას იდეალურს და სრულიად განსხვავებულად გემრიელს ხდის, რადგანაც დღითი დღე უფრო და უფრო ნოტიო ხდება და გემრიელი არ იფშნება და არ შრება. როგორც ხედავთ, ამ პასკას აქვს ყველა ის პლუსი, რაც თქვენ საღდგომო პასკაში გიყვართ. ამიტომ მოამზადეთ ამ რეცეპტით, რომ ის თქვენთვის ყველაზე საყვარელი პასკის რეცეპტი გახდეს. პასკის ცომისთვის პირველ რიგში დაგვჭირდება ეს ინგრედიენტები: 750 მილილიტრი რძიდან, გადავასხათ 250 მილილიტრი რძე ქვაფში და 500 მილილიტრ დარჩენილ რძეში ჩავამატოთ 2 სუფრის კოზის საფუარი. აუცილებელია საფუარი იყოს ვადიანი და ახალი. დავამატოთ აქვე 2 სუფრის კოზი შაქარი და 6 სუფრის კოზი ფქვილი და კარგად ავურიოთ. აუცილებელია რძე იყოს თბილი. ვურიოთ მანამდე, სანამ ფქვილი არ გაიხსნება და დავდგათ თბილ ადგილას. ცალკე ქვაფში გადასხმული 250 მილილიტრ რძეში დავამატოთ 2 სუფრის კოზი ფქვილი და ავურიოთ. დავადგათ დაბალ ცეცხლზე და როგორც მოხარშული კრემის მომზადების დროს, ასე მორევით მოვადუღოთ მოხარშული ფაფა და გადავდგათ, რომ შეგრილდეს. ჯამში მოვათავსოთ 7 კვერცხი და 1 ჩაის კოზი მარილი. აქვე დავამატოთ 800 გრამი შაქარი და დავიწყოთ ათქვეფა. აუცილებელია ყველა ინგრედიენტი იყოს ოთახის ტემპერატურის. კვერცხის და შაქრის ათქვების პროცესში დავამატოთ 2 ვანილიც და განვაგრძოთ კვერცხის და შაქრის ათქვეფა. სანამ კვერცხი ავთქვიფეთ, ჩვენი საფუარიც გააქტიურდა. ეს გააქტიურებული აპარა ჩავამატოთ კვერცხის მასაში და ამის შემდეგ დავამატოთ ჩვენი მოხარშული ფაფა და ყველაფერი მიქსერის საშუალებით კარგად ამოვურიოთ. თუმცა შეგიძლიათ ამ შემთხვევაშიც მიქსერი არ გამოიყენოთ და უბრალოდ ნიჩბით კარგად ამოვურიოთ. როცა ყველაფერს კარგად ავურებთ და მასა გახდება ერთგვაროვანი, 200 გრამი კარაქი, აუცილებლად კარგი ხარისხის, გავადნოთ და ჩავამატოთ ჩვენს მომზადებულ კვერცხის მასაში. შემდეგ პორციებად აუცილებლად დავაცრათ 1,5 კｇ ფქვილი და კარგად მოვზილოთ ცომი. ამ შემთხვევაში ცომისთვის უმჯობესია, რომ ფქვილი უშუალოდ მოზელვის პროცესში გაიცრას. და რა თქმა უნდა, ცომის და პასკის ხარისხზე მოქმედეს ფქვილის ხარისხიც, ამიტომ აუცილებლად ფქვილი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის. ცომი აუცილებლად კარგად უნდა მოიზილოს, რომ ფქვილი ბოლომდე კარგად გაიხსნას. შემდეგ გადავაფაროთ სამზარეულოს ტილო და დავდგათ თბილ ადგილას. ცომი მოვზილეთ, ახლა დროა ჩვენი სანელებლები დავათროთ. 1 ჩაის კოზი ილი, 1 ჩაის კოზი მუსკატის კაკალი, აქვე 9 ჩაის კოზი დარიჩინი და მიხაკი და 1 ჩაის კოზი კოჭა, ანუ იმბირი. დავასხათ 100 მილილიტრი კონიაკი და დავტოვოთ ასე. ცომში ჩავამატოთ 1 ფორთოხლის ცედრა და 100 მილილიტრი ფორთოხლის წვენი და კარგად ავურიოთ. აქვე ჩავამატოთ ჩვენი დამთვრალი სანელებლები, რომელიც სანამ დავამატებთ, აუცილებლად გავწუროთ და ისე დავამატოთ ცომს.
კარგად შევაზილოთ როგორც ფორთოხლის ცედრა, ისე ჩვენი დამთვრალი სანელებლების ნარევი. მე ამ ცომისთვის გამოვიყენე შავი ქიშმიშის და მუქი ქიშმიშის ნარევი, ასევე ცუკატები, რომლებიც გავრეცხოთ, შემდეგ დავასხათ მდუღარე წყალი და ასე გავაჩეროთ. როცა ცომი ამოფულდება, დავამატოთ გაწურული ქიშმიში და ცუკატები. თუმცა ქიშმიშის და ცუკატების დამატებაც, რა თქმა უნდა, თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ მოამზადოთ მხოლოდ ქიშმიშით ან მხოლოდ ცუკატებით. ცომი კარგად მოვზილოთ, რომ ქიშმიში და ცუკატები ცომში თანაბრად გადანაწილდნენ, ხოლო შემდეგ ცომში ჩავასხათ 100 მლ ზეთი და აუცილებლად ცომი ისევ კარგად მოვზილოთ, რომ ზეთი კარგად შეიზილოს. როცა ცომს კარგად მოვზილთ, კვლავ დავაფაროთ სამსარეულო სტილო და დავდგათ ამოსაფუებლად. ცომი, როგორც ხედავთ, კარგად ამოფუვდა. ამოფუებული ცომი გადავიტანოთ ზეთიან ზედაპირზე. ამ შემთხვევაში არ ვიყენებთ ქვილს და კარგად მოვზილთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. როგორც ხედავთ, ცომი არის საოცარი სტრუქტურის. და ეს მოზელილი, არაჩვეულებრივი ცომი დავყოთ სასურველ ზომის გუნდებად და ჩავდოთ ჩვენს პასკის ფორმებში. მე გამოვიყენე ერთჯერადი ქაღალდის ფორმები, თუმცა შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე თუნუქის ფორმები, რომელიც აუცილებლად უნდა წინასწარ დავზეთოთ. როცა ფორმებში ცომს მოვათავსებთ, მე თითქმის ნახევრამდე ვავსებ ფორმას. ამ შემთხვევაში გამოვიყენე 300 გრამიანი, 200 გრამიანი და 500 გრამიანი ფორმები. შემდეგ ცომიანი ფორმები დავდგათ კვლავ თბილ ადგილას. როცა ფორმაში ცომი თითქმის შეივსება, შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად და გამოვაცხოთ 160 გრადუსზე, ზედა და ქვედა წვაზე ერთდროულად. ვერ წარმოიდგენთ, როგორი საოცარი სურნელი დგას სახლში მათი წყობისას. პასკები უკვე გამოცხვა, რომელსაც ნელთბილს მოვაყარე შაქრის პუდრა. თუმცა ჩემს პატარებს ძალიან უყვარს ფერადად გაფორმებული პასკები, ამიტომ მეორე დღეს მოვრთე ისინი სხვადასხვა მინანქრით, შოკოლადით და სპეციალური პასკის თეთრი მინანქრით, რომლის რეცეპტიც ასევე არის შინაურულზე. ხოლო სხვა სააღდგომო რეცეპტები ნახეთ პლეილისტში სადღესასწაულო. მეორე დღეა დავჭრათ პასკა, რომელიც კიდევ უფრო ნოტიო და გემრიელია. ნახეთ, როგორი სტრუქტურა აქვს, ამიტომ აუცილებლად უნდა მოამზადოთ და დააგემოვნოთ. დღეს ამით გემშვიდობებით, თქვენ კი გისურვებთ ბედნიერ აღდგომას.